რეაქციის სიჩქარე განისაზღვრება კონცენტრაციის ცვლილების შეფარდებით დროის ცვლილებასთან. კონცენტრაციას ვზომავთ მოლარებში, ანუ მოლი ლიტრთან და წამებში ვზომავთ დროის ცვლილებას და შეიძლება ამან მოგაგონოთ მეტრი წამთან ფიზიკიდან, რაც მართლაც წარმოადგენს სიჩქარის ერთეულს, ხო? ანუ თუ გვაქვს რაღაცა სიჩქარე, ვიცით რომ ეს სიჩქარე რეალურად არის ცვლილება განვლილ მანძილში ან გადაადგილებაში, როგორც წესი ვექტორულ სიდიდეზე თუ არის საუბარი და ამას ვექტორს გავაკეთებთ, შეფარდებული დროის ცვლილებასთან, ხო? ეს არის, ესე იგი, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ახლა რეაქციის სიჩქარეზე და რას გულისხმობთ ამაში? რა ტემპით გარდაიქმნება A ნივთიერება B ნივთიერებად? ეს არის მარტივი მაგალითი რეაქციის სიჩქარეზე, როცა ვსაუბრობთ მაგის. რა თქმა უნდა, შეგვიძლია აქეთ გქონდეს რამდენიმე ნივთიერება, აქეთაც რამდენიმე ნივთიერება, მაგრამ საერთო ჯამში ახლა ვაკეთებთ ესეთ გამარტივებას, რომ A-დან B-ში რამდენად მალე გადავდივართ. და როცა საწყის მომენტზეა საუბარი, T როცა უდრის 0-ს, მაშინ კონცენტრაცია A ნივთიერების, ანუ ისე ორ ნივთიერებაზე იყოს საუბარი, არის მთლიანად რაც დასაწყისში გქონდა ის და რაც გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ დრო არ გასულა და ასევე როცა T არის 0, B ნივთიერების კონცენტრაცია არის 0, იმიტომ რომ ჯერ არაფერი გარდაქმნილა B ნივთიერებად, ხო? ეხლა მაგალითად ავირჩიოთ ესეთი წერტილი დროში T უდრის 2-ს, ხო? რაღაც ორ მომენტს. მაშინ A-ს კონცენტრაცია რა იქნება და B-ს კონცენტრაცია რა იქნება, ასევე T უდრის 2 მომენტში. მაგალითად თუ ჩვენ თვითონვე დავუშვებთ რომ თქვათ 0.2 მეასედი მოლარი A ნივთიერების გარდაიქმნა B ნივთიერებად, მაშინ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე იგი A ნივთიერებას მოაკლდა მაგდენი და დაგვრჩა 0.98 მეასედი მოლარი და B ნივთიერებას დაემატა 0.2 მეასედი მოლარი, იმიტომ რომ ამდენი გარდაიქმნა A ნივთიერებიდან B ნივთიერებაში, ხო? ახლა თუ მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში როგორი არის რეაქციის სიჩქარე, მაშინ აი თქვათ B ნივთიერებას დავაკვირდეთ. უნდა ვნახოთ B ნივთიერების კონცენტრაციის ცვლილება რა არის, რაც რა იქნება, ესე იგი ტემპს აღნიშნავენ ხოლმე ხშირად R-ით, ანუ rate არის სიჩქარე, უფრო ტემპს ნიშნავს, მაგრამ მოკლედ. და B ნივთიერების საბოლოო კონცენტრაციას უნდა გამოვაკლოთ საწყისი კონცენტრაცია, რომ ვნახოთ ცვლილება რა იყო. საბოლოო არის 2 მეასედი, ხო? და საწყისი არის უბრალოდ 0. ესე იგი საბოლოო რაც არის რეალურად მაგის სწორი იქნება ამ შემთხვევაში და დროის ცვლილება ანალოგიურად საბოლოო მომენტს დროს უნდა გამოვაკლოთ საწყისი და შედეგად გამოგვივა რომ ეს არის რამდენი 0.02 გაყოფილი 2-ზე, ანუ 0.01 მოლარი წამში, ხო? ეხლა ანალოგიურად შეგვეძლო იგივე გავაკეთებინა A ნივთიერების კონცენტრაციაზე დაკვირვებით და ამ შემთხვევაში ვიტყოდით რომ საბოლოო კონცენტრაცია არის 98 მეასედი 0.98 უნდა გამოვაკლდეს ამას საწყისი კონცენტრაცია, რაც არის 1 მოლარი და ეს უნდა შევაფარდოთ ისევ დროის ცვლილებაზე, რაც არის 2-ს, ანუ საბოლოო დროს გამოკლებული საწყისი დრო. და შედეგად ცხადია მივიღებთ იგივეს, ოღონდ თითქმის იგივეს, იმიტომ რომ გვექნება -0.02 შეფარდებული 2-თან, ხო? ანუ ესე იგი ამის შედეგად მივიღებთ ანუ მედი ეს დავწერ ტოლია, ამას გავყოფ, -0.01 მოლარი წამთან. პრინციპში აქ შემეძლო ქართული წამი დამეწერა. აქაც ქართულ წამს დავწერ. ეხლა იდეა რა არის, რომ ქიმიაში რეაქციის სიჩქარე არის განმარტებული როგორც დადებითი სიდიდე. ასე რომ იმისთვის რომ აქ მივიღოთ დადებითი სიდიდე, ჩვენ გვჭირდება მინუსი დავწეროთ წინ, აქაც წინ მინუსი და მაშინ ეს მინუსი აღარ გვექნება, ხო? და შეგვიძლია უფრო ზოგადი ჩანაწერი გავაკეთოთ. პირველ რიგში შეგვიძლია საბოლოოდ ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ მაგალითში სიჩქარე არის 0.01 მოლარი წამთან და ცოტა ზოგადი ჩანაწერი რომ გავაკეთოთ სიჩქარის. ეს იქნება თუ A ნივთიერების კონცენტრაციაზე არის საუბარი, ან თუ მაგით ვაკვირდებით, მაშინ მინუს დელტა A ნივთიერების კონცენტრაცია შეფარდებული დელტა T-სთან, ან დელტა B ნივთიერების კონცენტრაცია შეფარდებული დელტა T-სთან. ეს არის ზოგადი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვიპოვოთ სიჩქარე რეაქციის. მოდი კონკრეტული მაგალითი გავარჩიოთ. აქ გვაქვს დიაზოტის პენტოქსიდი, რომელიც იშლება აზოტის დიოქსიდად და ჟანგბადად. და მოცემული გვაქვს, რომ ჟანგბადის წარმოქმნის სიჩქარე არის 9-6 მოლარი წამთან, ხო? ეხლა მაშინ მოდი დავადგინოთ
დანარჩენი ნივთიერებების წარმოქმნის სიჩქარე რა არის? უბრალოდ აზოტის დიოქსიდის წარმოქმნის სიჩქარე და დიაზოტ პენტოქსიდის დაშლის სიჩქარე. თუ დავუკვირდებით მოლებს, აქ 1 მოლი არის მოცემული, ანუ თანაფარდობას გულისხმობ, ყოველ 1 მოლზე ჟანგბადზე მოდის 4 მოლი აზოტის დიოქსიდი, მაშინ გამოდის, რომ 4-ჯერ უფრო სწრაფად წარმოიქმნება, ხო? შესაბამისად, შეგვიძლია დავწეროთ, რომ აზოტის დიოქსიდისთვის წარმოქმნის ტემპი იქნება ჟანგბადის წარმოქმნის სიჩქარე, ესე იგი 9 გამრავლებული, მოდი ეს დავწერ მაინც. 9 გამრავლებული 10-ის -6-ზე გამრავლებული კიდევ 4-ზე, ხო? უბრალოდ 4-ჯერ მეტი იქნება. ესე იგი ეს გამოდის 3.6, მოდი დავწეროთ დადებითია, მოდი ასე დავწეროთ დადებითია, რადგან ეგრე გვიწერია. 3.6 გამრავლებული 10-ის -5-ზე მოლარი წამთან. რაც შეეხება დიაზოტის და დიაზოტ პენტოქსიდს, აქ პირიქით მინუსით უნდა დავწეროთ, ანუ ეს იშლება, ხო? შესაბამისად, ანუ კარგავთ ამას და ვიღებთ ამათ, ამიტომ ამის მინუსი უნდა დავწეროთ წინ. ესე იგი უნდა გავამრავლოთ ჟანგბადის წარმოქმნის სიჩქარე ისევ ამ შემთხვევაში 2-ზე, ხო? იმიტომ რომ 2 მოლი მოდის 1 მოლ ჟანგბადზე. და ეს იქნება ესე იგი -1.8 გამრავლებული 10-ის -5-ზე მოლარი წამთან. ეხლა თუ გვინდა ჩავწეროთ რეაქციის სიჩქარე, შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი ამ ნივთიერების მიხედვით. ანუ მოდი დავიწყოთ ესე იგი ისევ R-ს დავარქმევ უბრალოდ. პირველ რიგში შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ ეს უბრალოდ არის 9 გამრავლებული 10-ის -6-ზე. მორჩა გათავდა, ანუ პირდაპირ ჟანგბადის წარმოქმნის სიჩქარეა. მაგრამ ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ და ამ შემთხვევაში ბარემ გავაკეთოთ, ზოგადი ჩანაწერი იქნება დელტა ჟანგბადის სიჩქარის, და ჟანგბადის კონცენტრაციის, ანუ ცვლილება ჟანგბადის კონცენტრაციის შეფარდებული დროის ცვლილებასთან, ხო? მაგრამ მეორენაირად შეგვიძლია გამოვსახოთ აზოტის დიოქსიდის ცვლილების მიხედვით, რაც ვიცით რომ არის 3.6 გამრავლებული 10-ის -5-ზე მოლარი წამთან, მაგრამ ანუ მთელი იდეა ის არის, რომ სიჩქარეს რეალურად წარმოადგენს ეს. ამიტომ მე თუ მინდა გამოვსახო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ცვლილებით, მაშინ უნდა დავუკავშირო სწორად ნამდვილ სიჩქარეს რეაქციის და ვიცი რომ 4-ჯერ უფრო დიდი არის ეს სიჩქარე ვიდრე ჟანგბადის მიღების სიჩქარე, ამიტომ 1/4-ზე უნდა გამრავლდეს. და მთელი იდეაც ეს არის, რომ ზოგად ჩანაწერში გვექნება წინ 1/4, ანუ ესაა სიჩქარე რეაქციის, ან მეორენაირად შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს არის 1/4 და აზოტის დიოქსიდის ცვლილება შეფარდებული დროის ცვლილებასთან. და ცხადია შეგვიძლია მესამენაირადაც წარმოვადგინოთ. თუ დავუკვირდებით, ესე იგი გვაქვს, აქ მოდი ესე გავაკეთებ, რომ ცოტა თამობნეველი არ იყოს. ამისი სიჩქარე, ანუ აზოტის და დიაზოტის პენტოქსიდის დაშლის სიჩქარე არის -1.8 10-ის -5, რაც აბსოლუტური სიდიდით 2-ჯერ მეტი არის ვიდრე ჟანგბადის მიღების სიჩქარე, ასე რომ თუ მინდა რომ მივიღო ჟანგბადის სიჩქარე, -1/2-ზე უნდა გავამრავლო, ხო? -1/2-ზე უნდა გავამრავლო, მოდი წინ ფერით დავწერ, -1.8 10-ის -5, ხო? და ამ შემთხვევაში ზოგად ჩანაწერში გვექნება -1/2 და ცვლილება დიაზოტის პენტოქსიდის შეფარდებული დროის ცვლილებასთან. და თუ დავუკვირდებით, აი აქ გვაქვს 4-იანი და აქ გვიზის მნიშვნელში 4-იანი და აი აქ გვაქვს 2-იანი და ეს რადგან არის ნივთიერება, რომელიც იშლება, აქ გვიზის, მინუსით უბრალოდ წინ, აქ გვიზის 2-იანი მნიშვნელში. ესე იგი, ეს ლოგიკა შეგვიძლია ზოგადადაც განვაზოგადოთ, როცა გვინდა სხვადასხვა გზით ჩავწეროთ, რა იქნება რეაქციის სიჩქარე.